როგორ შეგარჩიათ და როგორ გიპოვათ პატრიარქმა გალობანის სინანულისანი წამაკითხა უწმინდესმა საკურთხეველში პირველად შევედი. ისე მისაღწევდა ხელები, ახლა მეთქი უწმინდესთან როგორ შევიდე, მე რა ვიცოდი თუ მთელი ცხოვრება მისი თანამგზავრი გავხდებოდი. დავინახე როიალი და დავიწყე დაკვრა ჩემთვის დიდ დარბაზში. და უცბად გავიგე ჩქამი რაღაცა ხმაური და მივიხედა თურმე მთელი ეს ხანი იჯდა პატრიარქი და მისმენდა და ძალიან მომერიდა და შემეშინდა, იმიტომ რომ მანამდე სულ ორჯერ მყავდა ნანახი ახლობდან, აი ერთი წამი. წარმადგინეს პირველად პატრიარქთან, მაშინ კიდევ იმდენი ბერძნული ვიცოდი, რომ რაღაცა წერილები რომ მოდიოდა, რაღაცებს თარგმნიდი. პირველი პატრიარქმა რაც მკითხა, ეს იყო თქვენ ბერძენი ხართ? არა მეთქი, აბა ბერძნული საიდან იცით? ურთულესი პერიოდები გამოვიარეთ. თითქმის განადგურებულ ეკლესიასთან და მინავლებულ ღვთისმსახურებასთან ერთად, ესე იგი, მას დახვდა გალობაში აბსოლუტურად არაფერი. სხვადასხვა საგალობლებს ქმნიდა, პატარ-პატარა საგალობლებს, რომ ყველას ეგონა, რომ ეს არის აი ესე თაობიდან თაობაზე ზეპირად გადმოცემული საგალობლები. ისეთი იყო, იცით, კვირის წირვები, ეს დიდი გუნდი გალობდა, აი გეგონებოდათ იატაკზე არ გვედგა ფეხის. არ მახსოვს ამ 46 წლის მანძილზე რომ ჩვენ შორის ხმამაღალი სიტყვა თქმული იყოს. ყველაზე ხშირად რა სიტყვასაც ახსენებდა, ალბათ ეს არის სიტყვა სიყვარული. აი ყველაზე ხშირად.